თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სავარაუდოდ დეპუტატების დაკავება უნდა იყოს. თეონა ცხომელიძე ესწრება სხდომას და ახლა უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე. თეონა, როგორ მიმდინარეობს დეპუტატების შეხვედრა? თბილისის საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ვიდრე გადავიდოდნენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა გააკეთა განცხადება და გამოიხმაურა გუშინდელ მოვლენებს და გააკრიტიკა ხელისუფლება სწორედ დაკავების ფორმის გამო, რომლითაც მოხდა გუშინ მაღალჩინოსნების აყვანა. მაღლევე გამოეხმაურა უკვე ზაალ სამადაშვილს საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები და მათ გაახსენეს გასული 9 წლის განმავლობაში მათი მთავრობაში ყოფნის პერიოდი. ამის გაკეთება არ შეიძლება და არასოდეს და არ შეიძლება დღესაც და არ შეიძლება მომავალში. ვიყავით ამ ფაშისტური რეჟიმის აპოლოგეტები. 26 მაისს არამოდ გადატანითი მნიშვნელობით ბატონოს და დილამდე მერია ხარ თქვენთან იცი. დასუფთავების სამსახური სისხლის გუბეებს რეცხავდა. არამო ფიგურალურად, პირდაპირ მნიშვნელობით. სისხლის გუბეებს რეცხავდა რუსთაველის გამზირზე. და პროტესტის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს არ ქონიათ. გასაგები არის თქვენი პათოსი, მე ვიცნობ თქვენ პოლიტიკურ გეოგრაფიას, ვიცი, გამოსაზრდები გაქვთ, რა გამოძრავებთ. თბილისის მერიაში იყო არა მხოლოდ გაბერილი შტატები, არამედ გაბერილი რაოდენობის პლასტიკური ბარათებიც. და ამის გროსმაისტერი აგვისტერი არის ბატონი უგულავა. სწორედ ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბიუჯეტო სახსრების გაფრანგვასთან დაკავშირებით პირველ რიგში მე მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს დასვან სწორედ ბატონი უგულავას პასუხისმგებლობა საკითხი. ის შეკითხვები, რომელიც აქვთ ადამიანის უფლებათა დამცველებს პროცესუალურ ფორმებთან დაკავშირებით, როგორც განხორციელდა დაკავება, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური ფორმები და ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში შინაარსის გარდა მნიშვნელობა აქვს ფორმასაც. მინდა ვთხოვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ თუ ისინი ბაძავენ წინა ხელისუფლებას, არ მიბაძონ იმაში, რაც ყველასთვის მიუღებელი იყო, მე საუბრობ იგივე საეთერო დაკავებებზე, არამედ მიბაძონ იმაში, რომ რაიმე პოზიტიური გააკეთონ საზოგადოებისთვის და ის დანაპირები შესრულდეს, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ მისცენ საზოგადოებას. ყველაფერი, რა თქმა უნდა გაირკვეს სასამართლოზე და გაირკვევა კიდევაც, უბრალოდ ძალოვანი სტრუქტურები, რომლებმაც განახორციელეს დაკავება, მოქმედებდნენ აბსოლუტურად კანონგარეშე. საკრებულოს სხდომა ამ წუთებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს და საუბარი არის გუშინდელ დაკავებებთან დაკავშირებით. უკვე პოლიტიკური განცხადებების შემდეგ გადავლენ საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე. თეონა ცხომელიძე საუბრობდა თბილისის საკრებულოს სხდომის შესახებ.